ირლანდიის ნაკრები ალბათ ის ნაკრებია, რომელიც ძალის ხმიერ ფეხბურთს თამაშობს, არის სტაბილური გუნდი ევროპაში, რომელიც თამაშობს კარგ ფეხბურთს ალბათ. კი, რამოდენიმეჯერ ვეთამაშეთ, სამწუხაროდ დადებით შედეგი ჯერ არ გქონია, მაგრამ იმედი მაქვს ამ თამაშით შევძლებთ დადებით შედეგს მიღწევას, იმიტომ რომ ალბათ ჩვენ შეგვიძლია დადებით შედეგის მიღწევა აქ. ბოლო თამაში როგორც ვითამაშეთ ჩვენ ავსტრიის ნაკრებთან განსაკუთრებით მეორე ტაიმი თუ იგივე ხარისხი ვაჩვენეთ აუცილებლად კაი შედეგი შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ. არის ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი გუნდში და არის ეს მივესალმები მე ამას, იმიტომ რომ ახალგაზრდა ფეხბურთელები კარგ ენერგიას აძლევენ გუნდს და კაია მათთვის მათ თავიანთი გამოცდილებისთვის რაც უფრო ადრე დაიწყებს ანაკრებო კარიერას და მეტი გამოცდილება გექნება ასაკში უფრო გიადვილდება ესეთ თამაში და რა თქმა უნდა, კაი არის და არიან ნიჭიერი ფეხბურთელები, რომლებმაც უნდა ბევრი კიდე ისწავლონ, რომელმაც ბევრი გამოცდილება აკლიათ, მაგრამ როგორც თქვი, მათთვის თუ ადრე დაიწყებ ნაკრებში თამაშს და თუ გაქვს ეს ხარისხი, რა თქმა უნდა, არის ძალიან კარგი. ვიტყოდი იმას, რომ არის, რაც თქვი, მე ფიზიკურად ძლიერი გუნდი არის ირლანდია და ამიტომ აი ამ ფიზიკურ თავბრძოლებში ჩვენს მაგრად უნდა ვიყოთ. ამიტომ აი ეს გმართებს რომ ამაზე ამ ორთაბრძოლებში უნდა მოვიგოთ უფრო მეტი მოწინააღმდეგე გუნდზე და ალბათ შეიძლება, იმიტომ რომ ტექნიკით ალბათ შეიძლება მათ რო ვაჯობოთ, მაგრამ აი ეს საჰაერო დუელები, ეს ორთაბრძოლები საჯარიმოსთან, აი ესეთი ორთაბრძოლები უნდა მოვიგოთ აუცილებლად, იმიტომ რომ შეიძლება რომ აი ორთაბრძოლებით პრობლემა შეგვიქმნა და აი ამისთვისაც უნდა მოვიზადოთ, რა თქმა უნდა, ეხლა კიდე გვაქვს რამოდენიმე დღე იმისთვის რომ ნახოთ თამაშები, ეს ყოველ შარშან ვეთამაშეთ ირლანდიას და წლევანდელი ირლანდია ცოტა სხვა ნაკრებია, ამიტომ ბევრი თამაშია სანახავი, გასაანალიზებელი.